ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა. 22 ქართველი სპორტსმენი საუკეთესო შედეგების ჩვენება სპორტის 5 სახეობაში შეეცდება. ტრაბზონსპორის სტადიონზე ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა და მონაწილე ქვეყნების აღლუმი მოეწყო. ქართველი სპორტსმენების მხარდასაჭირად თურქეთში ეჭერის მთავრობის თავმჯდომარე და განათლების მინისტრი ჩავიდნენ. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დელეგაციის ყველაზე მცირე რიცხოვანი ველოსიპედისტთა ორგანიზაციის ჯგუფი საწვრთნელო ვარჯიშს გადის. ახალგაზრდა სპორტსმენები ბექა ნარიკლაშვილი და დიმიტრი ხოსიაური ოლიმპიური ფორუმისთვის თითქმის წელიწადზე მეტია ემზადებიან. სპორტული ღონისძიების მასშტაბურობა მათ არ აშინებთ და სახლში ოქროს მედლით აპირებენ დაბრუნებას. თითქმის ერთ წელია რაც ამ სპორტზე ამ შეჯიბრით დავიწყეთ მომზადება. ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან, ძალიან ძლიერი შეჯიბრი იქნება, მაგრამ ვეცდებით იმედები გავამართლოთ რა. არ შევართ საქართველოს, არ შევასმით გუნდს. იმედი მაქვს იმისი, რომ კარგად წავსწრებ ამ შეჯიბრს. კონკურენტები ძლიერები არიან? დიახ, კონკურენტები როგორც გვეგონა არის კიდე ძლიერები. ბევრი ძლიერი მონაწილე არის. საქართველოს დელეგაციაში აჭარას ბათუმელი ძიუდოისტი, საქართველოს ჩემპიონი გურანდა შოთაძე წარმოადგენს. მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე სახლში დაბრუნებას ის არც ამჯერად აპირებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შეჯიბრს, იმიტომ რომ ამ შეჯიბრზე გამარჯვება ალბათ საქართველოსთვის დიდი შედეგია. ტრაპიზონის ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი მოზარდებივით საბრძოლო განწყობით ჩამოვიდა ევროპის 59 ქვეყნის 4000-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელთა ასაკით 15-16 წელია. ისინი ძალებს სპორტის 9 სახეობაში, ძიუდოში, მძლეოსნობაში, ჩოგბურთში, ველორბოლაში, ცურვაში, მხატვრულ ტანვარჯიშში, ხელბურთში, ფრენბურთსა და კალათბურთში მოსინჯავენ. ჩემთვის მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია. ეს საშუალებაა გამოვცადო საკუთარი შესაძლებლობები და თან ამავდროულად ვნახო რა შეუძლიათ ჩემს თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებ გუნდებში. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ აქ თამაშობენ ძლიერი სპორტსმენები დანიიდან, ესპანეთიდან და შენი გუნდი მათზე უკეთესია. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა სერბეთში ოქროს მედლებით დაბრუნებაა. სანამ სპორტსმენები სპორტულ ასპარეზზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ისინი ოლიმპიური ტრადიციის თანახმად ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მაყურებლისთვის აღლუმს აწყობენ. ტრაპიზონის ცენტრალურ სტადიონზე გულშემატკივრების წინაშე 53 ქვეყნის დელეგაცია სასისაოდ წარსდგა. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო გახსნის ცერემონიის ორგანიზატორებმა მაყურებელს მონაწილე გუნდების მოედანზე გამოსვლის შემდეგ თვალისმომწველი სანახაობა შესთავაზეს. ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან დიდ შედეგს მოველოდებით განსაკუთრებით ძიუდოისტები და ძალიან მიხარია, რომ საქართველოს დროშა მე წარმოვადგინე ბავშვთა ოლიმპიადაზე და დიდი იმედები გვაქვს, რომ ყველა ზონაში ოქროს მოვიპოვებ. 22 სპორტსმენი ყავს სპორტის 5 სახეობაში. ეს არის მძლეოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, ველოსპორტი და ცურვა. ეს არის მაგათი ასე ვთქვათ პირველი გამოსვლა ამ ხელა ფორუმზე და ლონდონის ოლიმპიადისთვის თუ არა ბრაზილიაში ოლიმპიადისთვის ეს ის შემადგენლობა, რომელმაც ბრაზილიაში უნდა იასპარეზოს. ქართველი სპორტსმენების სპორტული მიზნების პარალელურად ქართული დელეგაციის ნაწილს ტრაპიზონში ყოფნის სხვა მიზანიც აქვს. 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისის მასპინძლოსთან შესაბამისად საქართველოს საორგანიზაციო მიმართულებით თურქული მხარის გამოცდილებას ეცნობა. ეს თამაშები ჩვენთვის ერთგვარი გენერალური რეპეტიციაც არის ორგანიზაციული თვალსაზრისით, რა როგორ ხდება უკეთესად რომ შევისწავლოთ. ამისით რა თქმა უნდა დელეგაციაში სპორტსმენების და მწვრთნელების გარდა ჩამოსული არიან დამკვირვებელთა ჯგუფიც საქართველოსთან, რომლებიც უშუალოდ ადგილზე შეისწავლიან ამ ორგანიზაციულ საკითხებს, რომელიც მომავალში რა თქმა უნდა გამოგვადგება ჩვენ. პირველ რიგში მე წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს, მაგრამ მნიშვნელობა ნამდვილად დიდია. ყველამ კარგად იცის, რომ შემდეგ უკვე ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს დედაქალაქში თბილისში კიდევ ერთხელ მე დიდი მადლობა უნდა უთხრა
თურქეთის დელეგაციას, რომელმაც მართლაც დიდი როლი შეასრულა, მაქსიმალურად ხარი დაუჯერა თბილისს, რომ გამختارიყო შემდეგი ოლიმპიადის მიმღები მხარე. ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საფუძველი 1991 წელს ბრიუსელში ჩაეყარა, მას შემდეგ იგი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და მოიცავს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის თამაშებს. ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც დროებით თურქეთში დაბინავდა, 2015 წელს უკვე საქართველოს დედაქალაქში აინდება.